მე მქონდა ეს პრობლემა და მართლა ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ დღეს დამთავრდა. ოღონდ აქ არ იყო მხოლოდ ვიზუალური მხარის, ესე ვთქვათ, რაღაცა ეფექტებზე საუბარი. აქ იყო ჯანმრთელობის ყურადღებაზე, ჯანმრთელობაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩემი ესე ვთქვათ, ინსულინ რეზისტენტობა არ იყო რაღაცა ციდან მოვარდნილი, ეს არის გენეტიკური ფაქტორი ჩემთვის და გენეტიკაში მაქვს ესე ვთქვათ დატვირთვა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების და შესაბამისად მე მივხვდი რომ თუ ეხლა არ მივხედავ ჩემ ჯანმრთელობას, მეც იგივე პრობლემის წინაშე დავდგები და ერთ დღეს გადავწყვიტე და მინუს 26 კილოგრამი ჩავაბარე, ესე ვთქვათ, წარსულში. რა მეთოდით, აი თუ უცებ კი, ეს იყო ორი, ესე ვთქვათ, რაღაცა ძირითადი შეცვლა ჩემ ცხოვრებაში. ეს იყო პირველი კვების რაციონის ცვლილება, ეს იყო სტუდენტობის დროს იმ პერიოდში თან, როდესაც მუშაობდი პარალელურად და ცოტა რთული იყო ამ ყველაფრის დალაგება ნამდვილად, მაგრამ რო გადავხედე ჩემ დღის რეჟიმს, აღმოვაჩინე რომ მქონდა რაღაცა ის დროები დღის მონაკვეთში, რა დროსაც ვუთმობდი სხვა რამეს და ეს სხვა რამისთვის დროის დათმობა იყო ფუჭი და შემეძლო ეს დრო დამეთმო ჩემი ჯანმრთელობისთვის. და ამ შემთხვევაში კვება უკვე მქონდა დალაგებული და მეორე რაც შევცვალე, ეს იყო ფიზიკური აქტივობა. იქიდან გამომდინარე, რომ კაბინეტური ტიპის სამუშაო გვაქვს ექიმებს, გადავწყვიტე, რომ სამსახურში იმ პერიოდისთვის მევლო ფეხით და დღის განმავლობაში დაახლოებით 16 კილომეტრს გავდიოდი.